წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1978 წლის 3 თებერვალს დაიბადა კატალონიელი ფეხბურთელი ჟუან კაპდევილა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გახდა ევროპის ჩემპიონი 2008 წელს და მსოფლიოს ჩემპიონი 2010 წელს. 1982 წლის 3 თებერვალს დაიბადა ვერა ბრეჟნევა, უკრაინელი მომღერალი, მსახიობი და ტელეწამყვანი. მუსიკალურ ჯგუფ ვიაგრას ყოფილი წევრი. ვერა ბრეჟნევა არის ქართველი კომპოზიტორის კონსტანტინე მელაძის ყოფილი მეუღლე. 1870 წლის 3 თებერვალს დაიბადა იტალიელი პოეტი ადა ნეგრი. მან სახელი გაითქვა ლექსების კრებულებით „ბედი“ და „ქარიშხლები“. 1988 წლის 3 თებერვალს დაიბადა ნიდერლანდელი ფეხბურთელი გრეგორი ვანდერვილი. მან კარიერის მანძილზე მოასწრო ისეთ გუნდებში თამაში, როგორებიც არის აიაქსი, პარი სენ-ჟერმენი და ფენერბახჩე. 1757 წლის 3 თებერვალს დაიბადა სემუელ ოსგუდი. ის იყო ამერიკის შეერთებული შტატების ფოსტის პირველი ხელმძღვანელი. 1960 წლის 3 თებერვალს დაიბადა გერმანელი სპორტსმენი იოხიმ ლოვი. ის გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იყო 2006 წლიდან 2021 წლამდე. მან გერმანიას მოაგებინა მსოფლიოს ჩემპიონატი 2014 წელს. 1809 წლის 3 თებერვალს დაიბადა გერმანელი კომპოზიტორი ფელიქს მენდელსონი. ის არის ავტორი ყველასათვის ცნობილი საქორწინო მარშის კომპოზიციისა. 1990 წლის 3 თებერვალს დაიბადა ქართველი ჩოგბურთელი ანა ტატიშვილი. ის 2014 წლის აპრილიდან გამოდის ამერიკის შეერთებული შტატების სახელით. ანა ტატიშვილი არის მსოფლიოს ყოფილი 50-მე ჩოგანი და საქართველოს ფედერაციის თასის ნაკრების ყოფილი წევრი. 1683 წლის 3 თებერვალს დაიბადა ქართლის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე სიმონ ბატონიშვილი ბაგრატიონი. ის იყო ვახტანგ მეექვსის ძმა. იგი აქტიურად მონაწილეობდა სამეფო კარის საქმიანობაში. 1915 წლის 3 თებერვალს დაიბადა ქართველი ლეგენდარული ფეხბურთელი ბორის პაიჭაძე. იგი თბილისის დინამოში თამაშობდა 1936 წლიდან 1951 წლის ჩათვლით. ბორის პაიჭაძე იყო ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში. მის პატივსაცემად თბილისის დინამოს სტადიონს მისი სახელი ეწოდა. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.